მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღემშვიდობისა მეგატივს უყურებთ და გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო ჩვეულ დროს პირდაპირ ეთერში. ამავე გადაცემის წამყვანი და ავტორი ვარ ნანა თევდორაძე. მაქვს პატივი 1 აპრილის მზიანი შუადღის მონაკვეთი გავატაროთ თქვენთან ერთად და ვეცდები საინტერესო და ამაღლებული განწყობა შეგექმნათ სტუმართან ერთად. სტუმარი, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და მხოლოდ მე არ ვარ იმ ადამიანების ჩამონათვალში, ვინც ბატონი კახას 8 წლი და ფასი იცის. მოგესალმებით ბატონო კახა, როგორ ხართ? მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. რავი, კარგად ვარ, ფეხბურთი მომენატრა უბრალოდ და გამოგიარეთ რომ ფეხბურთზე ვისაუბრო. დიდი მადლობა. თან რაღაც საშინაო კედლებში ხართ, ხო? შეიძლება ვთქვათ, უცხო არ არის ეს ჩვენი გადაცემა თქვენთვის. მშობლიურ კედლებში ხართ და მშობლიურ წელებში. ყველაფერი საშინაოა და უცხო არ არის. აპრილი მოგვადგა თვალსადახელშუა მზემ გამოვანათა, კარგ გაზაფხულს გისურვებთ, ნაყოფიერს და რაც თავარია, მე ვისურვებდი და ცხადია თქვენც ალბათ არანაკლებ ვიდრე მე რომ ძალიან მალე დაუბრუნდეთ თქვენ საყვარელ საქმიანობას, რასაც მწვრთნელობა ეწოდება. მოგეთ მე არ ვიცი ახლა გადაცემისთვის განკუთვნილით რომ რამდენად ეყოფა იმ ისტორიების გახსენებას, თქვენს გეგმებს და ქართულ ფეხბურთზე საუბარს, საკლუბო ფეხბურთზე მოდი ხო გამომხილოთ ყურადღება, იმიტომ რომ რაღაც ერთგვარ ტრენდად და მოდურ ჩვევად ჩამოყალიბდა და როცა საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს, აი ძლივს ხდება ხოლმე ისე რომ გაგიმართლოს და წინსწრებით უნდა ილოცო რომ ბილეთი მოიპოვო, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატი რაღაც მოიკოჭრებს ამ კუთხით და მის და ინტერესი დრო გადის, მაგრამ მაინც არ არის ისეთ დონეზე როგორიც უნდა იყოს. ასე რომ დღეს ჩვენ ცენტრალური სასაუბრო თემა იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთი ჩემპიონატი, ჩვენი ეროვნული ლიგა. ჩვენ ანუ ამ წლების მანძილზე იმდენ გზის ყოფილ ხართ ჩემი სტუმარი, რომ ესათვალავი ამერია, მაგრამ არასოდეს არ მისაუბრია თქვენთან. საიდან აღმოჩნდით საფეხბურთო სამყაროში და ბავშვობიდან რომ დავიწყოთ, მართლა მაინტერესებს. როგორი ბავშვი იყო კახა ჩხეტიანი? ცოტა განსხვავებულად წარმართოთ რა საუბარი, არ მინდა ეხა სტანდარტული შეკითხვები. ბავშვობაში ფეხბურთზე თავიდან ჭიდაობდი, მეზობლები მყავდა მოჭიდავეები და ამაჩემსაც უყვარდა ძალიან და ჭიდაობაზე შემიყვანეს რა და 2-3 წელიწადი დავდიოდი ჭიდაობაზე და მე ერთხელ ვარჯიში გაგვიცდა და იქ ცენტრალურ სტადიონზე იყო გადახურული დარბაზი რა და იქ შევედით და ავთო გოზალეშვილი და ზაურ ბზიკაძე იყვნენ მწვრთნელები და თხოვეთ რა ახლა ბავშვები ვიყავით 12 წლის ბავშვები და თხოვეთ რომ ვარჯიში გაგვიცდა თქო და თუ შეიძლება რომ გეთამაშებით თქო მოჭიდავეებით თქო რა და აი იქ ვეთამაშეთ მოუგეთ ხო და მე მწვრთნელებსაც მოვეწონეს სკოლაში მithვლიდნენ მაკითხავდნენ და მე ერთი წელიწადი ისე დავდიოდი ფეხბურთზე სახლშიც არ იცოდი. უი რას ამბობთ? როგორი თამამი გადაწყვეტილება მიგდია? ტურნირი იყო რაღაც და საუკეთესო მოთამაშის პრიზი ავიღე და მიუტანეს სახლში გამაჩებს აღარ მინდა თქვენი ჭიდავი დამალებით. და როგორი იყო მამის დამოკიდებულება? არაფერი როგორი რაც შენ გაგეხარდება შვილო. ესე მithვა და ესე დაიწყო. ანუ ფაქტიურად მასწავლებლის გაცდენილი გაკვეთილის ხარჯზე გემოგაუგეთ ფეხბურთს. შეიძლება რაღაც ხო რაღაც კონკრეტული ფეხბურთი ბავშვობიდან ჩვენ დროს ეხა ქუჩის ფეხბურთი იყო და 24 საათი ყველა ქუჩაში ვიყავით. დაღამდებოდა 12 საათამდე იმის შუქს თან მაშინ შუქიც არ იყო. ხამეში ვთამაშობდით რო იტყვიან, მაგრამ აი სულ ფეხბურთს თამაშობდით. სკოლიდან მოვიდოდით, ფეხბურთს თამაშობდით, ვარჯიშიდან მოვიდოდით, ფეხბურთს თამაშობდით და ყველა ეგრე იყო ახლა მაშინ რა ვიცი. ეს პრიზი შენახული გახდა. დიდი პატარა კი, ინახავს თქვენი ესე ვთქვათ. ძალიან კარგი. და შემდეგ სად აგრძელებთ აი ეს? და უფრო ქუჩაში ვისწავლეთ რა ფეხბურთი მაშინ. და მე ეს ქუჩის ფეხბურთი რომ მოკვდა, იმიტომაც არის ახლა დღეს რომ ცოტა მოისაგლისებს ის ინდივიდუალისტები, ინტელექტუალები ცოტა სხვანაირად განათლებული ფეხბურთელები. საწერკალამი. უფრო ტაქტიკური ჭიდილები მიდის რა. ის რომ ინდივიდუალიზმი რაღაც ვიღაცამ მოატყუოს, რაღაც ისე მიიღოს შემოქმედებით იმ ხარე ცოტა მოისაგლისებს. და მიზეზი რა არის მობილური? მიზეზი ის არის რომ ეგ პრობლემა რაც ინტერნეტში შემოვიდა, სხვა ქვეყნებშიც იყო ეგ პრობლემები და ისინი დააჯდნენ ეს ესპანელები, იყვნენ ის გერმანელები თუ ეს საფეხბურთო დიდი ქვეყნები, რომლებმაც შეიმუშავეს ის რომ 3 წლიდან დაიწყეს აკადემიების შექმნა, რომ ეს კომპენსირება მოეხდინათ. და ახლა 3 წლის ბავშვს რა უნდა ასწავლო, ხო? უბრალოდ ფეხბურთს აყვარებდნენ რა.
და აქედან გამომდინარე ზუსტად ის ნაკრები იყო ზუსტად შემდეგ ესპანეთის, საიდანაც დაიწყეს ის ინიესტა და ისინი იყვნენ, რა ქვია. მე შვებიან, მე ხა ვინც ადრე დაიწყო ამ ყველაფრის კომპრესერებისთვის და ამაზე ფიქრი, სხვაგან არის. შედეგებიც ვიცით ხო? ხო, რა თქმა უნდა, ხა და სხვანაირი ფეხბურთელებიც აყავთ, სხვანაირად გაზრდილები და ამიტომ ყველა ასაკში ჭირდება ბავშვს იმ განათლების მიღება, რომელიც აუცილებელი არის, როგორც მენტალურად, ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად. და რატო არის მნიშვნელობა, რომ ეს უსაფრთხო გარემოში მოხდეს და პროფესიონალების ხელში, იმიტომ რომ თუნდაც აი ეს არაერთ ტურნირზე ვყოფილ ვარ, თუნდაც დაუპატიჟები ვარ მწვრთნელს და გაუცებას იწვევს, რომ არ არის სამედიცინო პერსონალი, თავად მწვრთნელი აღთენს აი ამ რაღაც ტრამვირებული ბავშვის გარეთ გამოყვანას, არ არის ელემენტარული პირობები, არ არის სველი წერტილები, ხო, აი ეს ბავშვობაში მიღებული ტრაუმა მომავალში როგორ შეიძლება აისახოს და რამდენი ნიჭი განიავებულა საქართველოში ან შეიძლება ამ მომენტშიც ვარჯიშობს ვინმე დანიავდება ბატონო გახა. ეხა იმდენი რაიმე ჩამოთვალეთ, ხო ნახეთ. არ არის პირობა, მოედანი არ აქვს რომ ივარჯიშონ. პერსონალი რომელიც საჭირო არის თუნდაც იმ პატარა ბავშვებისთვის არ აყავთ. წნელს უწევს ყველაფრის გაკეთება. მე კიდე ეხა წნელები საკმაოდ კარგ განათლებას იღებენ დღეს. რაც ჩვენ დროს არ იყო, ეხლა ჩვენ რო ვყავდა მწვრთნელები, მაშინ საერთოდ არ იყო ის რა ქვია, მწვრთნელთა განათლების კურსი. ხო, და უბრალოდ პირობა უნდა რა, რომ ბავშვს კონდეს, ბავშვი რომ მოვა ვარჯიშებს, მწვრთნელიც რა თქმა უნდა დახვდეს მოწესრიგებული, რა მიზანი აქვს ვარჯიშს, რა ასაკში აქვს, რა მიმართულება აქვს, ეს ყველაფერი სკოლები რო არის, ყველა სკოლას უნდა კონდეს თავისი მიმართულება, თავისი სტილი, რომელსაც მე ის დანერგავს ყველა ასაკში უნდა ყავდეს მწვრთნელები, რა თქმა უნდა სათანადოდ განათლებულები, რომლებსაც ხელეწიფებათ მათი იმ განათლების მიცემა, რომელიც მათ ჭირდებათ ბავშვებს. და ამის შემდეგ დაიწყება უკვე რაღაცაზე ფიქრი, ან მომდენიმე წლის შემდეგ აუცილებლად იქნება შედეგი რა, იმიტომ რომ ისინიც ვიზეთ საუბრობდით, ეხა ესპანელებმა ნაკრები იყო თუ კლუბები იყო, ყველა სკოლაში გაატარეს ერთი სისტემა, ხა რა სისტემასაც ესპანეთის ნაკრები თამაშობს და არავის შედეგს არ თხოვდნენ, იზრუნეს მწვრთნელების განათლებაზე, რომ სწორად მიეტანათ ბავშვებამდეც, ის რა თქმა უნდა, ის მწვრთნელის იდეაც იმას არავინ ზღუდავს და არავინ შეზღუდავს მაგას, მაგრამ აი სწორი მუშაობით, სისტემური მუშაობით და პირველ რიგში პირობით, რა თქმა უნდა, რომელიც აუცილებელია იმის გარეშე. ვერაფერს ვერ დაგეგმავ და ვერაფერს ვერ გააკეთებ, რომ დაგეგმო, ვერ განახორციელებ. ეს არის ჩვენთან ახლა ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. კარგით, ერთის მხრივ თუ დღეს მშობლებისთვის პრობლემად რჩება, რომ ბავშვი მოსყიდოს თქვათ მობილურს, დიდი ხნის მანძილზე იყოს ინტერნეტისგან თქვათ იზოლირებული, მაინც ურჩევნია მიიყვანოს ამა თუ იმ საფეხბურთო სკოლაში. ხო, დღეს რაღაც სოკოებივით ამოდის, ძალიან იმრავლად და სიჭარბეა. ვიღაცეები არ ქმევენ აკადემიას, მაგრამ საერთოდ არ შეიძლება პირობა არ იყოს. ან თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს, რადგან მოდურია და მშობლებსაც ურჩევნიათ, რომ ბავშვები არ იყვნენ მობილურ ტელეფონებთან, ამიტომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე უნდა ამოვიდეს ეს რო ვთქვათ, ესეთ საფეხბურთო სკოლები, სადაც მარტო იმიტომ, რომ ბავშვმა დრო მოკლას, ამის გამო ფეხბურთი უნდა ითამაშოს, ანუ იმედია გაიგეთ ხო სწორად რას გულისხმობთ. ერთის მხრივ ახლა ეს სკოლები რო არ იყოს, ხო, ის ბავშვები მართლაც, ხო, შეიძლება ქუჩაში იყვნენ. ჩვენ ქუთაისლები ვართ, სხვანაირი მეტალიტეტით იზრდება ის ბავშვია თუ ვიც არ უნდა იყოს რა და ამიტომ იქ შეიძლება პირობა არ კონდეს და ამის საწინააღმდეგო ერთი არის რომ ვიღაცა ან კერძო სტრუქტურიდან ან რაღაც ისეთი პროგრამა შეიმუშაოს სახელმწიფო, რომელიც მოიტანს ბევრ აკადემიებს, სკოლებს, რომლებიც, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ აი ქალაქში მაცხოვრებელი კერძო სტრუქტურები, კერძო ადამიანები, რომლებსაც ღმერთმა მიცათ იმდენი ფული, აი მომავალი თაობისთვის რაღაცა შეიძლება გააკეთონ და ეს სახლში არავინ არ წაიღებს იმას, ხო, დარჩებათ ბავშვებს და ის ბავშვი კიდე ახლა შეიძლება ხარისხიანად ვერ ავარჯიშებდეს მწვრთნელი, იგივე პირობიდან გამომდინარე, მაგრამ პირველ რიგში მეგობრობას სწავლობს, ურთიერთობას სწავლობს, ჯანმრთელი გაიზრდება, თუ ახლა ნიჭი აღმოაჩნდება კიდე და დიდ ფეხბურთს ითამაშებს, რა ჯობია მაგას, ხო, მაგრამ როდესაც ახლა პირობა არ აქვს და ბავშვი ახლა იმ განათლებას ვერ ღებულობს, რომელიც უნდა მიიღოს, ხო, ახლა რაზე ვსაუბრობთ, ხო, ახლა 16 და 17 წლის ბავშვი იმ სტანდარტულ მოედანზე რო ვერ ივარჯიშებს, ახლა იმან
რა განათლება უნდა მიიღოს, ხო? იმიტომ რომ ყველა მოედანს თავისი ნომერი აქვს, თავისი ზომა აქვს და სივრცეებია და ეს ყველაფერი განათლება უნდა მიიღოს ბავშვმა და იმ მოედანზე უნდა მიიღოს. იქ ეხა მინიფეხბურთს რო ითამაშებს, დარჩება მინიფეხბურთელი. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი იკარგება. კი. ძალიან ბევრი იკარგება. მე ხა დრო მაქვს და დავდივარ სკოლებშიც, ვახან ვარჯიშებსაც უყურებ, მე თვითონაც ვერთობი ბავშვებთან რაღაც და უყურებ და ვხედავ თუ რამხელა პოტენციალი დევს ჩვენ მომავალ თაობაში რა და ხო, მაგრამ თუ გავფლანგეთ და რაღაც არასწორად ხო და ეგ არის, არ ვიცი, შეიძლება ვინცაც ეხა ფეხბურთი უყვარს და მათი მომავალი ცოტა სხვანაირად წარმოუდგენია, შეიძლება გულით გიოდეს, რომ ის ბავშვი იმ განათლებას ვერ იღებს, რომელიც მას ჭირდება და ეხლა ვიღაცა მე ძალიან ნიჭიერი რო არის ხო ხტები, შეიძლება ის რაღაც ამოვარდეს, მაგრამ ის ერთი რო ამოვარდება, იმასთან ერთად შეიძლება 10 და 20 იყოს, რა ქვია და ეს მე რას იზავს, ჩვენ ქალაქს გამოადგება და ჩვენ ქვეყანას გამოადგება ხო ეს ფეხბურთელები. კი. ბატონო კახა, დაუბრუნდეთ ახლა თქვენს კარიერას ფეხბურთელის რანგში. როგორ განვითარდა შემდეგ აი ამ ჯილდოს მოპოვების თანავე თქვენი ეს რო თქვა საფეხბურთო საწყისები სად იყო, სად ასპარეზობდით და როგორ იხსენებთ ამ წლებს? რა მე დავიწყე ფეხბურთის სიარული და შემდეგ ახლა ისეთ პერიოდი იყო ჩვენ დროს მე ავანგარდში ცხოვრობდი მაშინ და სასამართლოსთან იყო დარბაზი, იქ მიწევდა ფეხით დავდიოდით იქ ვარჯიშებს. და მაშინ ისეთი პერიოდი იყო, ცოტა არეული პერიოდი იყო და რომ არა ედვარდ ჩავგულიძე ძნელი მე რომელთანაც მე გადავედი, ალბათ შეიძლება ავიც ფეხბურთიც ვერ გვეთამაშა რა, ვინც მე იგივე აშვეთია იყო გიგიაძეები იყვნენ ფეხბურთელები, ვინც ფეხბურთი ითამაშა იყო ედვარდ ჩავგულიძის დამსახურება, ჯანაშია იონანიძე და არ ვიცი რომელი ფეხბურთელი ჩამოთვალო რა, იმიტომ რომ აი როგორც საკუთარ შვილებს ისე გვივლიდა და ქუჩიდან რომ გამოგლიჯავ ბავშვი აი ესე იყო სულ და ძალიან დიდი დამსახურება არის მისი რომ არა მარტო მე აი თითქმის ჩემი თაობა ჩემზე უფროსმა თაობამ ბევრმა და ის ტორპედოში ითამაშა და მე ნაკრებში და დიდი ფეხბურთი ითამაშეს. ტორპედომდე რომელი კლუბის ღირსებას იცავდიან კლუბების ღირსებას? ვიდრე ტორპედოში გადახვიდოდით და ითამაშებდით როგორც ფეხბურთელი? ტორპედოში ვიღა მე ბავშვობიდან დაწყებული ტორპედოს სკოლა იყო. შემდეგ მესამე ლიგაში იყო 13-14 წლისები ვიყავით ჩვენმა ცნობილმა რომ იქ ლიგაში ადგილი დავიმკვიდრეთ ტორპედო 2 გვერქვა, მაგრამ მე არ შეიძლებოდა ტორპედო 2-ს იქ თამაში რაღაც წმენა გადავირქვით სახელი და იქ ვასპარეზობდით. თამაშობდით ბავშვები დიდ კაცებში რო იტყვიან, ქვია და ქუთაისიდან რო წავიდოდით თბილისში თამაშზე მატარებელში შევიდოდით ბილეთი მქონდა არაფერი, წავიდოდით და იქედა რა სამოყვებოდით არ ვიცოდით ისეთი პერიოდი. დედის ანაბარავით ადიო. ხო, დედას მიცავარ ეგეთი პერიოდი იყო რა. იქედან წამოვიდოდით, მე მესამე იარუსზე ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვათბობდით ერთმანეთს და რა ვიცი, მოვიგებდით, წავაგებდით, მნიშვნელობა არ ქონდა. რას შეიჭამდით, რას ვიზავდით, არავინ არ იცოდა. ეხა მობილურები მშობელი რო ურეკავს შვილს, ყოველ 2 წუთში ურეკავს. სადა ხარ შვილო? მოდი იქ ჩვენ რო წავიდოდით სახლიდან. როდის დაბრუნდებოდით არა? როდის დაბრუნდებოდით და ჩემ ფაჯრეთან იცდიდა თუ რა ქვია მაგრამ. ხო, აი როგორ პერიოდს იხსენებთ, მაგრამ დრო რო გადის ღიბილით გახსენდებათ, მაგრამ მაშინ ხო ძალიან რთული იყო. არა, რა ვიცი, მაშინ ვისთან ერთადაც ვარჯიშობდი, ვისთან ერთადაც ეს გავიარეთ, ყველაფერი ისე მიყვარს ეს მის მერე მე ფეხბურთი არ უთამაშებია და დაანებეს მალე თავი და რა ვიცი, ზოგი ქუჩაში წავიდა, ზოგი ბიზნესში, ზოგი ის, მაგრამ ისე მიყვარს უღელა რომ ხვდებით დღესაც ერთმანეთს, რა ვიცი, მეგობრობას და ამას ჩუქნის ფეხბურთი. ყველაფერს თავი დაანება. შეიძლება ფეხბურთი ვერ ითამაშო, მაგრამ აუცილებლად ვაჟკაცობას ისწავლი, ადამიანობას ისწავლი, მეგობრობას ისწავლი და ამიტომ კარგი არის რომ მასობრიობა იზრდება. და თუ ამას მე იმ პირობებს ხარისხში გადავზვით იმ პირობებით, რა თქმა უნდა
ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელი გაგვიზრდა. ის ეპიზოდი აი სამგურალში რომ მიხვედით თქვენ და ბატონი მიხელი დაახლოებით 2 კვირის წინ იჭდა მოკალათებული იყო ზუსტად იქ სადაც თქვენ გაიხსენან ხო ბატონი მიხელი მოვიკითხეთ ასევე დიდი პატივისცემით როგორ დალაშქრეთ ტორპედოს კარი ორივე თქვენგანმა როგორ აღმოჩნდით სამგურალში და შემდეგ როგორ ვითარდება ეს გულისხმე წინა შეკითხვაშიც ეს მაინტერესებდა. სამგურალი მაშინ ქუთაისელი ფეხბურთელებისთვის ტრამპლინი იყო რა. თითქმის ყველა ფეხბურთელს უმეტესობას, ვინც ტორპედოში ჰქონდა ნათამაშები, თითქმის ყველა წყალტუბოში უშვებდნენ, ითამაშებდნენ ერთი სეზონი, შეიძლება 3 თვე, 6 თვე და მერე მოყავდათ უკვე ტორპედოში, რა გამოცდილებას შეიძენდა ფეხბურთელი, შეხედავდნენ ახლა ვიღაცა მოყავდათ, ვიღაცა არ მოყავდათ. და ჩვენ შემთხვევაში პირველივე თამაში გქონდა ტორპედოსთან და ერთი მე გაუტანე, ერთი აშვება. მე გამიმართლა და აშვე გოლის იყო თუ როგორი? მე გამიმართლა გოლის გატანა და აშვე იცოდა გოლის შეგდება და თავი კი იყო და მე სამ თვეში გეწამოგვიყვანეს ტორპედოში. ამ გოლებმა განაპირობა ეს როგორ ფიქრობთ? არა, მე რა ვიცი, მადლობა მთელი სეზონი კარგად ვითამაშეთ რა ის რაც იყო და მე გვაკვირდებოდნენ ალბათ ისინიც რა ქვია. რეზო ბურკაძე იყო მაშინ ცნობილი ქართველი კარგი მწვრთნელი და ჯემალ ხერხაძე იყო კიდე დამხმარე მწვრთნელი და მათმა წამოგვიყვანეს მე ისე ტორპედოში. ბატონო კახა, რას ნიშნავს, როცა ხო ის კლუბები, სადაც თქვენ იყავით მთავარი მწვრთნელი და რას ნიშნავს ტორპედო, რომელიც თქვენთვის ალბათ მეორე სახლია, ან საკუთარ სახლს დიდი დრო შეიძლება ტორპედოში გქონდეთ, ხო, გატარებული როგორც ფეხბურთელს და როგორც მთავარი მწვრთნელს, ხო აი. ეს მოცემულობა რა შეგრძნებას ტოვებს დღეს თქვენში? რავი, ტორპედო ნიშნავს, რავი, ჩემთვის ნიშნავს ოჯახს, იმიტომ რომ ეხლა ამდენი წელი იყო და იმის ღირსი გახდე, რომ ჯერ ტორპედოში ითამაშოდა, მერე ტორპედოს მწვრთნელი იყო და მერე იმ ყველაფრის კიდე ერთად გათვალისწინებით, რაც ამ ქალაქში ხდება, ის ურთიერთობები, ის დამოკიდებულება ტორპედოსადმი, ამ ქალაქის ამ გულშემატკივრების, რა თქმა უნდა, როგორც ოჯახი ჩემი, ისე არის ტორპედო რა. მნიშვნელობა არ აქვს, იქნები, არ ვიქნები საერთოდ ფეხბურთში თუ მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ წინაზეც ვთქვი მე, რომ ტორპედო არის ქუთაისი და ჩვენ ხა ქუთაისელები ვართ, ყველა ქუთაისელს უყვარს ტორპედო. შეიძლება თამაში არ მიდიოდეს, სადღაც იკითხავს, მაინც იცის ავაგებთ, ვინ არიან ესენი. რა მოიგებს ტორპედო, ყველას უხარია რა თქმა უნდა და ყველას გული შედგება ამ გუნდისთვის და მე როგორც რიგითი ამ ქალაქის რიგითი მოქალაქე და ქუთაისელი ჩემთვის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემ ცხოვრებაში რა თქმა უნდა. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ასევე ოჯახს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ვერ იქნებოდით როგორც ფეხბურთელი და ვერ იქნებოდით როგორც მწვრთნელი, ხო? ანუ რისი ცუდად არ გაიგოთ, აი ბრჭყალებში რისი გადატანა უწევს ფეხბურთელის რჩეულს, რომ მითხრათ? ან რისი შეგუება და რისი გამძლეობა? ფეხბურთელის შეიძლება უფრო ცოტა ნაკლებად ისა რა ქვია, ფსიქოლოგიურად ნაკლებად ის უწევდეს ნერვიულობა ოჯახს, მაგრამ მცდელობის დროს არ ვიცი, მცდელობის დროს მთელი ოჯახი ფეხბურთით ცხოვრობს და მთელი ოჯახი ჩართულია და რა ვიცი, რომ არა მეუღლის და ჩემი შვილების და რა თქმა უნდა ჩემი ოჯახი მთლიანად მამიშვილებია თუ ჩემი ვინ შედის ჩემ ოჯახში, მათი ვერდით დგომის გარეშე გამორიცხულია, იმიტომ რომ ოდესაც მუშაობ და საქმე გაქვს, თითქმის აი დრო არა გაქვს უბრალოდ. ჩემი ბავშვები მიძახდნენ მაშინ ტორპედოში რომ ვიყავი, ეხა ფეხბურთელებს ხანდახან ხო ჩავეხუდებოდი და ხანდახან ეხა სახში რომ მე რომ მივდიოდი, ბავშვებს ეძინა. დილით რო წამოვიდოდი, ისინი მერე მიდიოდნენ სკოლაში და ხშირი ის იყო მომენტი რომ ვერ დავემთხვით ბავშვებს და ისა ჩემი მეუღლისთვის ვთქვია, რა ქვია, ჩემ უძროს გოგოს რომ მამიკოსო, ისე უყვარვართო, ჭმაში პატარები იყვნენ თან ცოტა. ისე უყვარვართო ფეხბურთელებს უეფერებავ ჩვენსო. ეჭვი შეიტანეს. ხო, ეჭვი შეიტანეს და მე უბრალოდ მართლა დავფიქრდი, რომ არ არის მარტო ხო ხტე ოჯახი, რა თქმა უნდა, უპირველესი არის და არ შეიძლება ისე უნდა გადავანაწილოთ დრო არ საქმესაც უნდა მიხედო, რა თქმა უნდა და ზედმიწევნით კარგად უნდა გააკეთო და ოჯახი კიდე რომელიც ყოველთვის შენ გვერდით არის და შეიძლება სხვა ვიღაცამ კარგი იყოს და ოჯახი ყოველთვის შენს გვერდით არის და
მადლობას ვუხდი აქედან მათ მოვიკითხოთ გომისთვის, რომელიც მართლა ერთად გავიარეთ სულ წნევებში და იმეში რა ისეთ პერიოდი გავიარეთ. ხო, მაგრამ ყველაფერი ჩამოვიტოვეთ და ახლა ალბათ მთავარი ამოცანა არის ის, რომ დაუბრუნდეთ თქვენ საყვარელ საქმიანობას. თუმცა იქამდე დრო გადის და მაინც ბუნდოვანი რჩება ბატონო კახა, ბევრი ინტერვიუ გაჟღერდა ამ ბოლო პერიოდში ტორპედოს ხელმძღვანელობის მხრიდან, თუმცა მტკივნეულ თემას უნდა შევეხო, ჩემთვისაც როგორც ტორპედოს გულშემატკივრისთვის და თქვენი მეგობრისთვის არ ყოფილა იოლი და მეც განცდებში ვიყავი დიდი ხნის მანძილზე გახსოვთ თქვენ ალბათ ეს ყველაფერი, თუმცა მაინც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ საზოგადოებასაც აინტერესებს, რეალური მიზეზი რა გახლდა, რის გამოც თქვენ ქუთაისის ტორპედოდ დატოვეთ და ეს ალბათ თქვენი სურვილი რო არ იქნებოდა და როცა იქ ვკითხულობთ ჩვენ რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გონივრული ეჭვი მაქვს რომ წვრთნელი არ არის ხოლმე ინიციატორი, ეს ჩანს გარედან ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია. რა იყო რეალური მიზეზი რის გამოც? რეალური მიზეზი იყო ის, რომ ეხლა რომ დავბრუნდი გუნდში, ხო გახსოვთ ყველას, ხო მე-9 ადგილზე იყო გუნდი და იმ წელს თასი მოვიგეთ, თითქმის პირველი წრე იყო დამთავრებული თუ არ ვცდები და მე-4-ზე გავედით მე მგონი, ხო და თასი მოვიგეთ, UEFA-ზე გავედით რა და ამ დროს ეხლა უკვე მე რო ვიცი ქუთაისელი გულშემატკივარი ამ დროს უნდა გაძლიერდე გუნდი, თორე ხა იგივე იმით ვერ იყო ხა პოზიციები, სადაც აუცილებლად გაძლიერება გვჭირდებოდა, რომ გუნდმა ჩემპიონობისთვის იბრძოლოს რა. ნუ იმ პერიოდში ალბათ გუნდს ხა ისეთი ფინანსები ხა როგორც ახლა არის, არ იყო მაშინ და ვერ მოვიყვანეთ ისეთ ფეხბურთელები, რომლებიც გააძლიერებდა გუნდს. თან იმ დროს, როდესაც გუნდი იწყებს უკვე მოსამზადებელ პერიოდს. და როდესაც უკვე მთავრდებოდა მოსამზადებელი პერიოდი, მაშინ დავიმატეთ რამოდენიმე ფეხბურთელი, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები, მაგრამ დიდი ხნის უთამაშებლები იყვნენ და მოგვიწია მათი დამატებაც, რომ უბრალოდ კონკურენცია ყოფილიყო გუნდში, რომელიც ერთ-ერთი აუცილებელი ფაქტორი არის გუნდის წარმატებისთვის რა. და მე ხა სანამ ისინი ფორმაში შევიდოდნენ, დრო ჭირდება ფეხბურთელს, ხო, ხა 1 წელი 6 თვე რო უთამაშებელია, ცოტა ისეთი მომენტია რა და მე კიდე მაგას დაემთხვა, რომ ჩვენ იმ პერიოდში ბაზაზე ძალიან ცუდი მოვედნის საფარი იყო რა და 5 ფეხბურთელი გვყავდა ტრამვირებული. და განსაკუთრებით ის შუის ფეხბურთელები, რომლებიც სანახაობას ქმნის რა და აქედან გამომდინარე რომ დაიწყო მე ჩემპიონატი, ხარისხი არ მქონდა და არც მე არ მაგმაყოფილებდა ეხლა რა თქმა უნდა, იყო რაღაც თამაშები, კარგად ვითამაშეთ რაღაცის, მაგრამ რა თქმა უნდა ეხლა ჩემპიონი გუნდისთვის სულ სხვა ის არის საჭირო დაწყებაც და დასრულებაც რა და ნუ აქედან გამომდინარე, რა ვიცი, თვენახევარი იყო თუ 2 თვეც არ იყო გასული რა, რომ არ მოგწონს ხარისხი და დამემშვიდობდნენ. წინ უძღო და ამას საუბარი რომ თუ არ გამოსწორდება შეიძლება ასე დასრულდეს, რომ ეს იყო რაღაც ერთ წამში და ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება როგორც ეხა არ ვიცი რას ფიქრობდნენ. არა, თქვენ თუ გქონდათ ესე შიდა საუბრები ეს? არა, შიდა საუბრები ეხა ნუ იყო მსჯელობა რომ რაღაც და მე ჩემი არგუმენტებიც ჰქონდა და ისინიც უყურებდნენ ეხა რომ ტრამვირებულები ვინ იყვნენ და თუ როგორ გავძლიერდით იმ პერიოდში და ეხლა ვიღაცების ისეთის მოყვანა მოგვიწია, ხო ხვდებით ეხლა ლეგიონერიც და ხო ქართველი ფეხბურთელების ვინც გვინდოდა დაგვემატებინა იმ დროისთვის უკვე კონტრაქტებზე იყო, ვერ დავიმატეთ რა და ამიტომ მაგაზე ცოტა ადრე უნდა ხდებოდეს ყველა გუნდში ფიქრი იმისა, რომ პოზიციები რაღაც 6 თვით ადრე შეიძლება ვიღაცასთან გააფორმა კონტრაქტი, როდესაც გინდა ფეხბურთელი რა. იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, რომ დავიმატებთ, რაღაც ბევრი პრობლემები იყო გუნდში, ხა ისედაც მოედნის იმის ამის რაღაცები ლაგდებოდა. ნუ რეორგანიზაციაც ხელმძღვანელობაც რაღაცებს ვთილობდნენ, რომ კლუბისთვის რაღაც გამოსწორებულიყო, მაგრამ ყველაზე მთავარი ყოველთვის არის რაღაცა რო ვერ ხდება, იმას ახლა არავინ არ უყურებს. ხო, ყველაფერი მწვრთნელის ბრალია ყოველთვის, ბატონო რაღაც ამ მწვრთნელის ბრალი, რაც ჩემი ბრალი იქნება, ყოველთვის ვიტყვი მაგას, რა ქვია და ყოველთვის უნდა ვაღიაროთ ეგ. მაგრამ ხო და ეს ჯოხი ხო შეიძლება უნდა ვაღიაროთ ეგ, მაგრამ როდესაც ახლა არაფერი არა გაქვს და მე შენ გაბრალებენ, ეგ ცოტა ისეთი მომენტია რა, მაგრამ ის რომ მაშინაც ახლა რაზეც იყო მაშინ საუბარი რომ ხარისხი არ იყო. ხარისხი ვინქმნის ახლა ქნის ფეხბურთელი და ქნის რა თქმა უნდა ის რასაც შენ ალაგებ იმ მოედანზე კიდე რომელიც ხელს გიწყობს.
რაღაცა ამას თავის ესე გადაწყვიტეს და რა თქმა უნდა ხა მე რა უნდა მეთქვა პატივცემად გადაწყვეტილებას და წამოვედი კეთილი ბატონო კახა სულ ახლო წარსულში ტორპედოს პრეზიდენტმა ბრძანა რომ კახაჩხეტიანის შენარჩუნება მას ძალიანაც უნდოდა თუმცა გულშემატკივრების გადაწყვეტილებასცა პატივი და აქედან გამომდინარე კახაჩხეტიანი დღეს აღარ არის ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი ქონიათ განცა რომ გულშემატკივრების მხრიდან და ამ შემთხვევაში არ ვიცი გულშემატკივარი იგულისხმა ფან-კლუბი იგულისხმა ხშირ შემთხვევაში იყენებს ხოლმე ტერმინს მაყურებელი ხო არ ვიცი მაყურებელში თითქოს გულშემატკივრების დონეს უწონებს ქუთაის ახმა როგორია მე არ ვიცი მაგრამ ყოფილა შემთხვევა რომ თუ გინდ ფან-კლუბის მხრიდან ან გულშემატკივრის მხრიდან ან ადამიანის ვინც ტორპედოს თამაშზე ტრიბუნაზე დგას ან ზის რაიმეზე წოლა ყოფილა თქვენი მისამართით ვიცი ეგეთი რამე არ ყოფილა მაგრამ ეხა უკმაყოფილება იყო რაღაც გარკვეული თამაშები იყო სადაც ფრევი თამაშეთ დამარცხდით ერთი თამაში იყო და რაღაც ის თამაში არ იყო ეხლა და მაგას გულშემატკივარი პირველი გრძნობს მაგას ეხლა მაგრამ ეხლა ჩემთვის ვინმე ზეგინებინა ეგრე არ ყოფილა მაგრამ ეხლა ეგრე ქუთაისში ისა რა ქვია UEFA-ზე გამოვარდით პლეი-ოფი ვითამაშეთ რა და პირველი თამაში ჰქონდა სამტრედიასთან სახლში და პირველ ტაიმს ვაგებთ 2-0 სოფტები ეხლა იქენა ცოტა გადაღლილები იყვნენ ცოტა ფეხბურთელები რა ქვია და ცოტა ვერ დავიწყეთ რა პირველი ტაიმი და 28 წავუგებელი თამაში ჰქონდა ის რა ქვია აგერ პლეი-ოფში მივედით პლეი-ოფიდან გამოვარდით რაღაც მე თამაში არ მქონია და ვიღაცა მიძახის ტრიბუნიდან ჭყეტიანი ამოწურულია შენი ჩაალაგე ჩემოდან წადი სახშიო და შეუტრიალი და შეგენაცვალე გადაწყვიტა მე მეორე ნახევარში მოვიგეთ და იქიდან მიძახვა და ჯიგრები ხო და ხო ალბათ იმდენი მოგონება დააგიგროვდათ ბატონო ხა მე მოარებსაც დაწერდით ხო ასაკი რომ იქნება რაღაც 20 წლის შემდეგ და იმიტომ რომ ყველაფერი გადაგვხდა აი ესეთ ყველაზე ცხელი და ესეთი თამაში რომელი გახსენდებათ თავისთან ჩვენთან აიში და ჩემპიონატში დინამო თბილისის გარდა თუნდაც იყოს დინამო თბილისი ბოლო თამაში ალბათ ეს იყო ყველაფერი რა ჩემპიონები რო გავხდით რა ჩვენ გამარჯვება გვჭირდებოდა და დინამოს პრესის ჩემპიონები იყვნენ და ბოლო წუთზე 11 მეტრიანი რომელიც წვეთს უკვე ყველაფერს ეგ იყო რა ვიცი ალბათ მე მაგალითად რეაქცია არ მქონია იმდენად უკვე გამოცლილი ვიყავ ყველაფრისგან აი 11 მეტრიანი რო აიღო და ყველა გადმოვახტა თავზე და გარბიან იქეთ ტრიბუნიდან ვიღაც გადმოვარდა ჩვენების გულშემატკივრებიდან ის აი პროსტა არ რას ვაკეთებდი არ მახსოვს აი უბრალოდ რო გაითიშები აი ბედნიერებისგან სიხარულისგან ისეთი მომენტი იყო ეგ თამაში იყო რა თამაში ახლა დაძაბული იყო თან მით უმეტეს ეგ შანსი მოგვეცა რომ ხო ხტები იმიტომ რომ 11 ქულით გვისწრებდა 6 ტურით ადრე დინამო და ჩვენ ბოლო წრეში ყველა თამაში მოვიგეთ და იმათმა ფრეი თამაშეს რაღაც ბოლოს წინა ტურში ფრეი თამაშეს კიდე და გაგვიჩნდა შანსი რომ ჩემპიონობისთვის გვებრძოლა და რა თქმა უნდა იმ გულშემატკივრებთან ერთად როინამ ხო როინი მოვიკითხოთ არ ვიცი ხა სად არის მაგრამ წარმატება ვუსურვოთ და ალბათ ის წავი მისთვის ფეხბურთელმა რომლებიც თამაშობდნენ რა ვიცი ყველაფერი გაიღეს მართლა არა მარტო მაგ თამაშზე მთელი პერიოდის განმავლობაში ბატონო კახა რა სჭირს დღეს ქუთაისის ტორპედოს როგორ ფიქრობთ მე დარწმუნებული ვარ რომ გენდობით და თქვენი ასე რომ ვთქვათ ეთიკის ნორმებიც ვიცი თქვენი ხასიათიც ვიცი და არ გეკითხებით ახლა იმიტომ რომ რაღაც კონკრეტულმა ვიდეოს მონაკვეთმა რა ნახვები დააგროვოს და გავბედნიერდი ამის გამო მართლა მაინტერესებს ანუ გვერდი სხვა თვალით დანახული ახლა თუ თქვენ იმიჯნებით ამ ემოციებს აი ჩემი მხრიდან ახლა შორის ბატონო კახა იცით რა მინდა გულშემატკივარ ვერ ვისაუბრებ ამ შეკითხვას რო ვისვამენ ხო მე მწვრთნელი ვარ და იქ მწვრთნელი მუშაობს და აი ყველა მწვრთნელს უსურვებ ქუთაის ტორპედოშიც და ნებისმიერ სადაც არ უნდა მუშაობდეს მე ვიცი მწვრთნელი შრომა რა არის და თუ რამდენად ემოცია თუ შრომა ჭირდება და დრო ჭირდება ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე წარმატებას უსურვებ უბრალოდ ვერ ვისაუბრებ იმაზე რომ რაღაცა ისე ვერ ხდება ჩემი დანახულით როგორც
გულშემატკივარი მე ვერ ვისაუბრებ. კარგი, მაშინ სხვანაირად გკითხავთ. მე ერთს ვიტყვი, რომ რაღაც არ გამოდით, თქვი მე ერთხელაც და ეს თვითონ კლუბში მომუშავე ადამიანებმა, მწვნელები არიან, ისინი არიან დარწმუნებული ვარ, მაგის ანალიზს აკეთებენ და მუშაობენ იმაზე, რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი და წარმატებას უსურვებ, რა თქმა უნდა. სხვაგვარად დაგეკითხებით. მწვნელებიან, ფეხბურთელებიან. სხვაგვარად დაგეკითხებით. აი, თუნდა ის კომენტარები, რომელსაც თითოეული მატჩის შემდეგ ვკითხულობ ხოლმე, დიდი ნაწილი ქუთაისის, ასე ვთქვათ, გულშემატკივრებისა წერს, რომ აი, მაშინ როცა სიდუხჭირა იყო ტორპედოში და ის ფინანსური კრიზისი, უფრო მთელი გულით თამაშობდნენ ტორპედოელები, ვიდრე დღეს. ხო, როცა ვიცით, რომ ფინანსური პრობლემები არ არის, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობენ. ბატონო კახა, იცით რა მაინტერესებს, ახლა რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შრომა უნდა იყოს დაფასებული, მაგრამ ამ შემთხვევაში მაღალი ანაზღაურებაც პრიორიტეტი რო არ არის, თუ არ იცი რას აკეთებ და ქალაქი არ გიყვარს, ან ვერ შეიყვარე და ვერ გაიაზრეს პასუხისმგებლობა, ფული გადამწყვეტ როლს არ თამაშობს, ხო, როგორც ჩანს. ეხლა ქალაქი არ გიყვარს, მაგაზეც არა, შენ პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, რომ მიდიხარ კლუბში, იმ კლუბისთვის და იმ ქალაქისთვის ყველაფერი უნდა გაიგო. მაგრამ გასაგები ამას მარკეტინგულად და პირადი შემოსავლების კუთხით განიხილავთ, უბრალოდ ქუთაისის ისტორია გადაიკითხე მაინც, ან ამას განაპირობებს თუნდაც ისიც გაცვეთილი თემაა, რომ ქუთაისელი მგონი ყველაზე მცირე დოზით არის დღეს, აი როგორ შეიძლება თქვა, ხო, აი ტორპედო ქუთაისელი ფეხბურთელების გარეშე გამონათება თუ არ არის. განაპირობებს ეს ამ ყველაფერს, რომ ვერ იაზრებ. რა შეიძლება იყოს, სად შეიძლება თამაშობდე, როგორ ქალაქში? არა მგონია ეხა რომ უკვე კარგა ხანი არიან ეს ბიჭები და საკმაოდ ბევრი კარგი ფეხბურთელია, როგორც ქართველები, ისე უცხოელებიც. არა მგონია რომ ვერ ხვდებოდნენ ეხა გულშემატკივრის და ამ ქალაქის დამოკიდებულებას ამ გუნდის მიმართ და რა ვიცი მე ვერასდროს ვერ ვამბობ იმას, რომ ფეხბურთელმა რაღაც ალბათ ჩემში არზის ეგრო, იმ ფეხბურთელი იყო და იმ მწვნელი იყო, რომ ყველაფერი არ გაიღო იმ კლუბისთვის და მით უმეტეს ისეთი კლუბისთვის, რომელიც ალბათ ყველაფერს გაცემს. ხელმძღვანელობიდანაც ეხლა ამ მომენტში ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და გულშემატკივრების გვერდით დგომა კიდე რა. არ მგონია ეხლა მე ფეხბურთელი იქ რომ ვიღაცამ ზერელეთ უყურებდეს და ანუ გულშემატკივრებს პატივს არ ცემდნენ და ამ ქალაქს პატივს არ ცემდნენ. მაგრამ ვფიქრობ, რომ შეიძლება ამ გუნდს ვიღაცა შეიძლება სხვა ხასიათის ფეხბურთელი ჭირდებოდეს, ვიღაცა შეიძლება უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი ჭირდებოდეს, ვიღაცა შეიძლება ნაკლებად ის იყოს, მაგრამ რაღაც სხვანაირი არიან კლუბები, რომლებსაც ხასიათითაც გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა საფეხბურთო და საფეხბურთო სანახაობა უნდა შემოგთავაზოს ჩვენ გულშემატკივრებს, არიან ფეხბურთელები, რომლებიც კიდე ანთებული გულით შეიძლება იმ კლუბს ვერ ყოფილა ხო ესეთ ფეხბურთელები, რომლებიც იმ კლუბში ვერ ითამაშა, წავიდა სხვა კლუბში უფრო გამოჩნდა მისი შესაძლებლობაც, მისი ეს ყველაფერიც და ეს ახლა არ ვიცი, შიგნით თვითონ უკეთიციან რა პრობლემები შეიძლება იყოს, რა შეიძლება იყოს გამოსასწორებელი და უსურვებ, რომ მალე გამოასწორონ ეს, რომ ისინიც რო წყნარად იქნებიან და გულშემატკივრებიც გახარებული იქნებიან. ევროტურნირები, როგორც ქართული ჩემპიონატი, საქართველოს ჩემპიონატის ძალიან დიდი ტკივილი. როგორ ხედავთ ჩვენს პოზიციონირებას საქართველოს ბარგებს გარეთ ევროსარბიელზე? ფაქტია, რომ ბოლო წლებია ერთი გუნდიც დავკარგეთ მაგის გამო, ვერ გამომდივართ ისე როგორც საჭიროა, რომელიც გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს და ერთ-ერთი უპირველესი ფაქტორი არის ის, რომ გუნდები, რომლებიც ჩემპიონატი რო დამთავრდება, აუცილებლად 5-6 ფეხბურთელი ტოვებს გუნდს. და პრაქტიკულად UEFA-ს თამაშების წინ უწევს, მერე შეთამაშების მომენტია თუ, რა ვიცი, ყველანაირად ახლა ორ დღეში არ შეიძლება რომ ახალმა გუნდმა ის თამაში აჩვენოს, რომელიც გამარჯვებისთვის იქნება საჭირო. ძალიან შეიძლება გაგიმართლოს თორე ხა და ყოველ წელს ესია. პლუს კიდე ჩემპიონატს ტოვებენ ეს ფეხბურთელები და ჩემპიონატიც, რა ვიცი, სუსტდება. ხარისხობრივად სუსტდება, თორე ხა დაძაბულობა არის 10 გუნდია და ყველა შემთხვევაში იქნება დაძაბულობა. ვინვის მოუგებს ვერ გაიგებს. ხო, მაგრამ ეს გადინება, ანუ უნდა შეინარჩუნოს ფეხბურთელები, აქ თავაზობენ გამithარხო, მაგრამ იგივე აი ქუთაის ტორპედოს ახლა რა პირობაც აქვს, 10-ვე გუნდს რო კონდეს ეგეთი პირობა, ხო? დარწმუნებული ვარ აი ესე რომ დაიწყო 60 წელიწადში შეიძლება ყველა გუნდი შევიდეს ჯგუფში.
ხო, მაგრამ ეხლა მე ტორპედოს არ გულისხმობ და იმიტომ არა რომ ტორპედოს გულშემატკივრობ. ანუ ნახეთ რა მაინტერესებს. იქნება არ უნდა რომელიმე სხვა კლუბში მოასპარეზე ფეხბურთელს რომ კონდეს მაღალი ხელფასი და ითამაშოს იქ სადაც ადამიანები არ დადიან. ხო, ეხლა გავმართლა ქუთაის და რეგიონებში კი უფრო დადიან ხო ფეხბურთზე და საგულშემატკივროდ და თბილისში ფაქტიურად ცარიელ სტადიონებზე უწევთ ფეხბურთელებს თამაში. ანუ თქვენ როგორ ეხლა რომ გაიხსენოთ რომ თქვენ თამაშობდეთ და ირგვლივ თუნდაც აი იმ ცუდი სიტყვის დამძახებელი არ გეგულებოდეთ, არა თუ ტაშის და აპლოდისმენტების მომგვრელი, რაოდენ ცუდი განცდაა რომ ფიქრობ მარტო ხარ მოედანზე. არა, რა თქმა უნდა, გულშემატკივარი, იმიტომ არის ტორპედო ესეთი სულ რომ გულშემატკივარი მოდის ნებისმიერ შემთხვევაში. ცუდ გამარეობაშია, უჭირს გუნდს, ვერ თამაშობს, მნიშვნელობა არ აქვს. ხო, სულ ხარს უჭერს, ის იგივე არის რეგიონებშიც დადიან გულშემატკივრები და ხარს უჭერენ, მაგრამ ფეხბურთელი რომელიც ახლა მოედანზე გამოვა და ამის წინ თქვი მე რომ აი ერთი გულშემატკივრებმა ჩვენ გავაცოცხლოთ ეს კუდრები, გავაცოცხლოთ მოდი და მივიდეთ სტადიონზე. უბრალოდ რომ აი ვისაც უყვარს ფეხბურთი, ხო ხტები რომ მართლა აი ამ ეს საქმე რომ გამოსწორდეს რა და ხვალინდელი დღე უფრო უკეთესი იყოს რა. ფეხბურთელებისთვისაც, ხარისხობრივადაც, ქვეყნისთვისაც აი რომ მოვიდეს, ეხლა გადაწყვიტოს გულშემატკივარმა თქვას რომ მოდი, ავაცოცხლოთ ეს კუდრები. და დაიწყოს ყველა თამაშზე, სავსე ტრიბუნაზე, აი გამორიცხულია, შანსი არ არის, რომ პირველივე თამაშებიდან დაეტყობა პირველ რიგში მონდომება, ეხლა ხარისხობრივად შეიძლება ის არ იყოს, მაგრამ პირველივე დღეს დაეტყობა ის, რომ ყველა ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გამოვა, რაც შეუძლია და რაც არ შეუძლია, იმას გაიღებს იმისათვის, რომ ეს გულშემატკივარი გაახაროს. ბატონო კახა, თუ კი იმ და თავის თავზე არ იფიქრებს. ხო. ეხლა არიან ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად თვითონ წარმოიჩინოს თავი, იმაზე იფიქროს, თითოეულ არის შეიძლება ეგეთი, მაგრამ არიან და არა გუნდი. ყველა გუნდზე ისიც კი, ვინცაც ეგეთი ხასიათი აქვს, ცოტა ისიც კი გუნდისთვის გააკეთებს ყველაფერს. და რა ფენომენია ეს ქართული მენტალიტეტის და ტემპერამენტის ბრალია ბრჭყალებში, თუ როგორ შეიძლება გავიგოთ, რომ იმ რეგიონს ან ქალაქს, სადაც ადამიანი ცხოვრობს, თუ კი საკუთარ კლუბს არ გულშემატკივრობს და არ მიდის სტადიონზე, რანაირად შეიძლება მას საქართველოს ეროვნული ნაკრები უყვარდეს, ხო? თუ კი საკუთარი არ გიყვარს. ხო, ნუ ეხლა სათქმელად ის არის, რომ ამათ როგორ უნდა უყურო და ხო ხტები არ მოდიან, მაგრამ საერთოდ არ აქვს ნანახი და თუ გიყვარს, ხო ხტები, თუ გიყვარს ფეხბურთი, ხო, ჩემი აზრით უნდა მიხვიდე და ხარი დაუჭირო რა და იმიტომ რომ ეხლა ხო არ გადავაგდებთ. რაღაცა რო არის გამოსასწორებელი, ერთად უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ გულშემატკივრის გარეშე ფეხბურთი არის უაზრობა, იმიტომ ფეხბურთი საერთოდ არის გულშემატკივრის. ემოცია. გულშემატკივრის არის ფეხბურთი და ფეხბურთელი თამაშობს გულშემატკივრისთვის. ის ემოცია, ის აქეთ გულშემატკივარი შენ გადმოგცემ, შენი გულშემატკივარს გადაცემ და ეს ერთად მე გამოდის ყველაფერი იდეალურად. ბატონო კახა, ჩვენი გადაცემის მეგობრებიც რომ არ დავტოვოთ უყურადღებოდ, ის თქვენი ანონსი რა შეგვდათ განვათავსე სოციალურ ქსელში, იქ რამდენიმე შეკითხვა რაც მოვესწორი ეთერში შემოსვლამდე მოვახდინე მისი ასე ვთქვათ გადატანა, ასე რომ ამოვიკითხავ ხო, ის მოკლედ რომ უპასუხოთ, ერთ-ერთი შეკითხვა დაფიქსირდა თქვენი მისამართით, საქართველოში მწვრთნელს უფრო უჭერს მუშაობა თუ ფეხბურთელს თამაში? ფეხბურთელობა რა კარგი იყო იცი. ფეხბურთელობა უფრო იოლია რა თქმა უნდა. ფეხბურთელი როდესაც ხარ, ფიქრობ იმაზე რომ შენ გიხსნიან რაღაცას და ითამაშე მორჩი ვარჯიშს და წახვედი სახლში. მოდი ვარჯიშზე, აგიხსნეს ვარჯიში რა გაქვს, სტილობ ის გააკეთო რაც დაგავალეს. საათი და 10 საათი ნახევარი ვარჯიშე, წახვედი სახლში და მსნელი როდესაც ახარ, ვიცი, ის ვარჯიშიც, რომელიც მოსამზადებელი გაქვს, ისე უნდა მოამზადო, რომ ფეხბურთელმა გაიგოს ისე თამაშები, რატო კეთდება ეს ყველაფერი, პლუს კიდე რა ფილოსოფია გაქვს, ის ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული, ფიზიკური, მენტალური, ტაქტიკური, ტექნიკური მხარეც ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. და ამას ჭირდება, რა თქმა უნდა, დრო ჭირდება, ფიქრი ჭირდება, იდეები ჭირდება და რა თქმა უნდა, უფრო მეტი ფიქრობ, რომ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ამდენი ფეხბურთელი გაბარია და ვალდებული ხარ ჯერ ის, რომ ჯერ კლუბის წინაშე და ხელმძღვანელობის და ქალაქის წინაშე და იმ ფეხბურთელების წინაშეც კიდე რომ იმათაც
სწორად აუხსნა და სწორი განათლება მიიღო. ბატონო კახა, ნაწილობრივ კი უპასუხეთ აი იმ დარჩენილ შეკითხვებს, რომელიც ამ ეტაპისთვის ხელთ მაქვს. რა კლია ტორპედოს ჩემპიონობისთვის, რომ იბრძოლოსო? მოკეთ რა შეაჭამოთ, აი თქვენ როგორ ფიქრობთ? ამ წუთში ქულები რა. კი რა ადრია 4 ტური არის და თუ გამოასწორებენ თამაშს და ქულებს აიღებენ, რა ვიცი მე ვფიქრობ რომ ძალიან მარტივად შეიძლება არა, მაგრამ შესაძლებელია რომ ჩემპიონობისთვის იბრძოლოს. კარგით, რა სჭირდება წინსვლისთვის ქართულ საკლუბო ფეხბურთს? ქართულ საკლუბო ფეხბურთს, რა ვიცი, პირველ რიგში დავიწყებ იქედან გულშემატკივარი, კი ბატონო. რომლების მხარდაჭერა სჭირდება აუცილებლად. სჭირდება ფინანსები და ფინანსები იმისათვის, რომ კარგი პირობები ქონდეს, ყველა კლუბს უნდა ქონდეს აკადემია, ყველა კლუბს უნდა ქონდეს თავისი ფილოსოფია, რას თამაშობენ, სადაც ის ბავშვები იმ ფილოსოფიით გაიზრდებიან და იმ სისტემით გაიზრდებიან. და კიდე სწორი მენეჯმენტი, სელექცია, რომელსაც აწარმოებს კლუბები. და სულ ალბათ მოედანი რომ საშინაო კედლებში ითამაშონ ხო ხარ მაგაზე თქვი ინფრასტრუქტურა მაგაში იგულისხმება რომ ხო ხტები სავარჯიშო პირობას და რა თქმა უნდა თავისი მოედანი უნდა კონდეს ხო ეხლა ბევრი გუნდია დღეს რომელიც ხო მე შეხტე რატომ უნდა თამაშობდეს წყალტუბოში ნუ ეხლა მე შეხტე ისეთი სასწაული გააკეთა და ისეთი დიდი საქმე გააკეთეს შეიძლება არც არავინ მოელოდა რა ქვია რომ უმაღლეს ლიგაში გადმოვიდნენ და ამ ბიჭებმა შეძლეს ეს ყველაფერი და აი უმაღლეს ლიგაში გადმოსულმა ეხლა მე როგორც ვიცი დაგეგმილი აქვს რომ უნდა ააშენონ სტადიონი სადღაც მე მგონი 6 თუ 10000-ზე გათვლილი და ისე უცბად ქნეს ეს ყველაფერი ვერ მოასწრეს გაკეთება და ეხლა არ უნდა დაველოდოთ ჩემპიონობას აუცილებლად აი ამ ახალ გადმოსულმა კლუბებმა რა სიცოცხლე შემოიტანეს ან ბერად კონკურენტ უნარიანები არიან სხვა კლუბებთან შედარებით და აი ეს ლიგა 1 ლიგა 2 თქვა დონეები ფაქტიურად შეიძლება თქვა რომ თანაბარია უბრალოდ სახელები განსხვავდება რა ვიცი გაქვთ თუ არა ეს განცდა გამოგცა ამ გუნდებმა და ზედა ხუთეულში არიან სულ ყველა ვინც გადმოვიდა ხო ხედავთ ცხრილს ასე რომ ის რომ მეორე ლიგაში თამაშობდნენ იმას არ ნიშნავს რომ გადმოვიდნენ და გადმოვიდნენ შეიძლება ვიღაცები დაიმატეს კიდევაც მაგრამ მაგენიც უკვე თუ გინდ სპაირი რო ავიღოთ წლებია უკვე გადათამაშებაშიც გავარდნენ ერთხელ სულ იქ იყვნენ სულ ბრძოლებდნენ გადმოსვლაზე და მე ვიცი მათი ისა რა ქვია ისტორიაც, რომელიც ხო ხტები მოდიან ესე წლებია შექმნეს კლუბი და აკადემიაც აქვს ის ბავშვებიც ისინიც კარგი მწვრთნელი ყავთ კიდე ახლა რომელმაც გადმოიყანა აზუკამ ეს გუნდი ლიოს კიდე თასი მოიგეს ეგრევე და ჩემპიონატიც კარგად დაიწყეს რა და ძალიან კარგია ეს რომ ხტებით ისეთი გუნდები არ გადმოვიდნენ და არ არიან ახლა ისეთი გუნდები დღეს ჩემპიონატში რომ აი ეგრევე ის იყოს რა ქვია რომ აი ეს განწირულია გასავარდნად ლიდერებს ეთამაშნენ ლიდერებს მოუგეს გადაავლეს ლიდერ კლუბებს კი ბატონო კარგი შემდეგი შეკითხვაც რა სჭირდება ქართულ ფეხბურთელებს ევროპის საშუალო დონემდე მაინც რომ ავიდნენ ქართულ ფეხბურთელებს სჭირდება ზუსტად აი ის პირობა და სწორად გაზრდა ჭირდებათ და მე 15 და 14 და 13 წლისები ეხლა რომ მიდიან ტურნირებზე ქართველი ფეხბურთელები ყველას უგებენ და საკმაოდ დიდი ანგარიშით მაგრამ შემდეგ აქ არის კიდე ერთი პრობლემა არის ის რომ 2-3 კლუბი არის გამოკვეთილად ბავშვები რომლებიც ეთამაშებიან მე სხვა კლუბებს და ყველა იმათ მიყავს და უგებენ დიდი ანგარიშით და ისინიც ვერ იზრდებიან ამ დროს იმიტომ რომ არა აქვთ ის ინტენსივობა იქ უკვე 15 წლის ასაკში რო ავიდა ის ბავშვი, ჯერ ხო ის განათლება ფიზიკურიც, მენტალურიც, ტექნიკური, ტაქტიკური, აღარ საუბრობ იმაზე რა ქვია, დეტალებში აღარ ჩავალ. იღებს იმ განათლებას, პლუს კიდე თამაშები აქვთ ისეთი დონე, სადაც არის კონკურენცია და ამ კონკურენციაში იზრდებიან და ჩვენ ახლა წეგან ვახსენეთ ის პრობლემა, რომ მთლიან მოედანზე ვერ ვარჯიშობს 15-16 წლის და ვარჯიშობს 17 წლის ბავშვი, მასე რა ქვია ხელოვნურ საფარიან მოედანზე. პასუხიც ნათელი. ხო და აქ 2 წლის წინ იყო, მე მგონი 17 წლამდე ნაკრები თამაშობდა რა და ტორპედოს ცენტრალურ სტადიონზე ჰქონდათ თამაში რა. ყველა ის ბავშვები თავიანთ კლუბებში ვარჯიშობდნენ ხელოვნურს.
და 60 წუთის შემდეგ ყველას ჰქონდა ფეხების პრობლემა. ეს არის საოცრის ტრავმები, რაც შეიძლება მათი კარიერაც კი დაასრულოს, ხო ისე გადაწყდა. და ეს ყველაფერი თუ გამოსწორდება, ქართველები ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი იბადება და ისინი რომ სწორ განათლებას მიიღებენ, კარგი მწვრთნელები ეყოლებათ, განათლებული მწვრთნელები იმასაკისთვის, რომელიც რა განათლებაც იმ მწვრთნელს აქვს. და სწორი მუშაობა წავახო, დარწმუნებული ვარ, ერთი კვარაცხელია და ერთი მამარდაშვილი არ გვეყოლება, გვეყოლება 10 და 15 და 20 და ძალიან ბევრი. ბოლო შეკითხვა, რომელიც ეკუთვნის ჩვენს ეგრეთ წოდებულ გამომწერს Facebook-ზე, არის თუ არა ფედერაციის პასუხისმგებლობა საქართველოს ჩემპიონატის დაბალი დონეო? ფედერაციის პასუხისმგებლობა, ფედერაცია ერთი ის არის, რომ ეხა კლუბების ვერც ფინანსურ მხარეში ვერ ერევა და ვერც მათ ფეხბურთელის მოყვანა არის თუ წაყვანა არის და რაღაც, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველასი არის, რა თქმა უნდა, ყველა ფედერაციის ჩვენიც და ის რომ ხო განსხვავდება ხა ჩემი პასუხისმგებლობა და ფედერაციის ფეხბურთის აყვავებასთან დაკავშირებით. კი, რაღაც შეიძლება ბევრი უფრო მეტი შეიძლება იყოს გასაკეთებელი, შეიძლება მაგრამ ძალიან რთულია რომ ეხა კლუბს რომელსაც აქვს ფინანსური შესაძლებლობა, იმას ეხა ფედერაცია ვერ უხელმძღვანელებს, რომ შენ ეს გააკეთე, შენ ის გააკეთე. ამის უფლება არ აქვს ფედერაციას. რომ რაღაცეებში, მაგრამ ის რომ ფეხბურთის რომ ესე უკან მივდივართ, ხედავთ და რაღაც და ამის გამო რომ რაღაც ის იყოს მითითებები იყოს შეიძლება რაღაც დაჭირდეს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ თუ გინდ მის რა ქვია აი ნებისმიერი მხრივ ფეხბურთის განვითარებისთვის რომ რაღაც საუბრები იყოს რაღაც გაკეთდეს რა თქმა უნდა ყველას პასუხისმგებლობა არის ეს ფედერაციის და იმიტომ რომ ხა თუ ცუდი ფეხბურთი გვექნება და რაღაც გვექნება ფედერაციას ნამდვილად არ გაუხარდება და არ უხარია, ხო? პირიქით უნდა რომ კლუბების განვითარდნენ და ნაკრების ისინიც რა ქვია, ასაკობრივი გუნდებიც, იქაც პატარა ის იყო, ეხლა ცოტა ჩავარდნა იყო და ეს რავი საფეხბურთო თემა, რაზეც ყველა უნდა ვწუხდეთ და ყველა უნდა ვსაუბრობდეთ და ყველა ერთად უნდა ვიმსჯელოთ, რომ ეს გამოსწორდეს, რომ მთლიანად საბოლოო ჯამში საქართველოა და კონკრეტული კლუბი უკვე საქართველოში თუ თამაშობს, უკვე რო გავდივართ იქეთ, უკვე აქ წარმოადგენს შენ ქალაქს და იქ უკვე შენ ქვეყანას წარმოადგენს და ამიტომ რა თქმა უნდა ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა არის და ჯერ ადრეა, მაგრამ მე არ ვიცი ხა ეს რამდენიმე თვე რამდენად იქნება საკმარისი რომ გავძლიერდეთ ხარისხობრივი და სასურველი შედეგებს მივაღწიოთ, მაგრამ აი წელს რა იმედებს ამყარებთ ევროტურნირებზე, რა შეიძლება მოხდეს? როგორ ვიასპარეზებთ? ეს გამოცდილებები მინიმუმ ეხლა ვინც არიან გუნდები ეხლა UEFA-ზე, ხო? მინიმუმ თუ არ დაიშლებიან და UEFA-ს წინ 5-6 ფეხბურთელი არ დატოვებს კლუბებს, ხო? დარწმუნებული ვარ, ცოტა უკეთესად გამოვა კლუბები რა. და კიდე 1-2 ისეთ ფეხბურთელს თუ დაიმატებენ და უკვე მე მგონი დაგვიანებულიც არის, ეხლა თუ დაიმატებ იმას, დაიმატებ უთამაშებელს ვიღაცას და ესეთ ფეხბურთელი ეხლა ფიქრობ არ გამოადგენთ არც ერთ კლუბს და რა ვიცი იქამდე ისე უნდა მივიდნენ რომ ეს შეინარჩუნონ რაც აქვს გუნდის ლიდერებია თუ ძირითადი ბირთვია და ორი სამი ფეხბურთელი კიდე ეხლა რა თქმა უნდა ძალიან რთულია ეხლა იმ მომენტში დაიმატო და უცბად იმან რაღაც შეცვალოს გუნდის მაგრამ რაღაც დონეზე რომ მიეხმაროს გუნდს რომ გაძლიერებისთვის და იმ ძალიან ცუდია ეხლა ფიქრობ ყველა საუბრობდა ადრეც რომ აი ქართველი ფეხბურთელები ესეთები ვარ და ვისაყავს ეხლა გადახედეთ ძველი იმიდან საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან აიღეთ ვინ თამაშობს ისეთ დონეზე თუ არა ქართველი ფეხბურთელი ხო და ამიტომ ყველა კითხულობს აი რა ხდება როგორ ყველას ინტერესი აქვს ქართული გუნდებზე ყოველთვის ელოდებიან ლამაზ ფეხბურთს ძველიდან მოყოლებული ის ისტორიები რო იციან და ამიტომ ხო მაგრამ ყოველთვის აი იმ ისტორიებით სიამაყე რომელსაც პატივს უნდა ვცემდეთ სულ ისტორიით რომ მოყვებთ დღეს არაფერს არ ვაკეთებ დროს კარგავთ ხო ესეც არ შეიძლება ყველაფერი ძველი მოგწონდეს მხოლოდ ძველს ვეთაყვანებოდეთ და დღეს არა ძველი მოგწონდეს ის ხო ანუ არაფერი ვეთაყვანებოდეთ კიდევაც იმიტომ რომ ის გააკეთეს იმათმა და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენ მარტო ის კი არ უნდა ვიძახოთ ისინი ის იმ დროს ფეხბურთი იყო ის იყო ეს იყო მარტო ამ საუბარში ვარ ჩვენ თორე საქმე არ კეთდება ხო მეც ეგ ვიგულისხმეთ თორე იმ განვითარებისთვის ზუსტად
ბატონო კახაი, დღესვე მაგალითად რომ დაბრუნდათ ტორპედოში, რომელ ფეხბურთელს იტყოდით უარს ან ვის მიიყვანდით და რატომ გამიჩნდა ეს შეკითხვა? თქვენ ხშირად საუბრობდით რაღაც კლუბის და მწვრთნელის ფილოსოფიაზე და თქვენი ხედვები როგორი არის? მართლა მაინტერესებს აი. შენ ახლა მომიყვანე ტორპედოში და მე მაშვებინებ თან ფეხბურთელებს, ჯერ არ მოვსულობ. ხო, რა ცასტიკი ვიყავი ოდითგან ვაკეიცით. არა, ეხლა ფეხბურთელის ტორპედოზე არ საუბრობ კიდე, იმიტომ რომ ძნელი ყავს ტორპედოს და არ შეიძლება მაგაზე საუბარი და ხელმძღვანელობასაც თავი შეხედულება აქვს. ჩემზეა თუ სხვა ძნელზეა და წარმატება მას. კარგი, მაშინ თქვენი საფეხბურთო ფილოსოფია თუ შეიცვალა და დღეს აი როგორი ხელწერა გექნებოდათ თუ კი? საფეხბურთო ფილოსოფია ხა ყოველთვის ძნელი ხარ თუ მით უმეტეს განსაკუთრებით მწვრთნელს ყოველთვის ანალიზს აკეთებ იქიდან გამომდინარე რა არის გამოსასწორებელი, რა შეიძლება შეიცვალოს, რაღაც იდეა მოგივა, რომელსაც პრაქტიკაში გაატარებ, რაღაც გამოგივა, რაღაც არ გამოგივა. მაგრამ რაღაცებს მე ალაგებ და შენი ის თამაში, რომელიც რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ეხა ფოთის კოლხეთში ბავშვები გვყავდა, ეხა თითქმის ისეთი ბავშვები იყვნენ, პირველად მოუწიათ რა თითქმის 90% პირველად თამაშობდა უმაღლეს ლიგაში, მაგრამ 19 წლებიდან, 17-დან და იმეებიდან ყავდა ბავშვები, მაგრამ რა ვიცი, ვფიქრობ, რომ სწორი მუშაობით და ის შენი გემოვნება რაც არის საფეხბურთო, იმას თუ შენ სწორად გადაცემ, ბავშვია ის თუ დიდი არის, ხო, მე ვფიქრობ, რომ ის გუნდს დაეტყობა აუცილებლად რა. რაღაცეები შეიცვალა, რა თქმა უნდა, რაღაცეები შევცვალე იქაც რო ვიყავი, მაგრამ ყოველთვის არის ის რომ რაღაცა, მაგრამ ამას გაძლევს უკვე ფეხბურთელები, რომლებიც შენ გუნდში ყავს, აი როგორი თვისობრივად, როგორი ფეხბურთელები არიან. და იქიდან გამომდინარე უკვე შეიძლება შენ რაღაც გინდოდეს ისეთი, მაგრამ არ აყავს ისეთი შემსრულებელი იმ პოზიციაზე, რომელიც შენ გინდა რომ ყავდეს მაგალითად და რაც ცდილობ ის მოიყვანო. ის ფეხბურთელები ქმნიან ამ ყველაფერს. ზოგი ნაკლებად გებულობს, ზოგი უკეთესად გებულობს და რომელიც უკეთესად გებულობს, ის სხვა სანახაობას გაძლევს და სხვა შედეგზეც ისახება ეს რა თქმა უნდა. კარგით, ორი შეკითხვა და გაგათავისუფლებთ დღეისათვის. თქვენ წარსული ახსენეთ და აქ ჩემთან რაღაც გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა თემაზე სასაუბროთ. ძალიან კარგი ადამიანი სტუმრობს ხოლმე ბატონი ხვიჩა დაღონაძე, რომელიც ხშირად ამბობს ესე დააპროტესტებს, რომ ტორპედო ეს სახელი უნდა შეიცვალოს, თუნდაც ის რა ევროტურნირებზე ვიასპარეზებს, იქ უნდა ჟღერდეს ქუთაისი და რაღაც საბჭოეთთან კავშირს არ უნდა იწვევდეს. ცოტა რაღაც უფრო მომავლისკენ იყურება, რა თავისი გაგებით და ახსნა განმარტება აქვს. როცა მამონარიც ვათავსებ ხოლმე სოციალურ ქსელში, აზრებიც იყოფა. ერთი ამბობს, რომ ტორპედო ისტორია და ხელშეუხებელია, ვიღაცები ამბობენ, რომ რაღაც ნაწილობრივ ეთანხმება. სხვა შანსი კიდე მექნება თქვენთან საუბრის, მაგრამ თქვენ როგორ ხედავთ ამ საკითხს? მეცმენია ეხა, მაგრამ მე რაც მახსოვს და ჩემ წინა თაობებსაც კიდე ტორპედო მაინც ქუთაისთან ასოცირდება თქო და რაღაც ტორპედომ რო სახელი შეიცვალოს, ცოტა რაღაც ის იქნება თქო, რა ქვია. არ ვიცი, რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი აქვს და თავისი შეხედულება აქვს, მაგრამ მე ვფიქრობ ტორპედო არის ხელშეუხებელი. ტორპედო. კარგით, ბატონო კახავით დღეისათვის დაგემშვიდობებით და მადლობას გადაგიხდით, რომ დრო დაგვითმეთ და მონაწილეობდით გადაცემაში. აი თქვენი გეგმები როგორი, ახლო გეგმები ან ცოტა ისეთი შორეული, ლოკალურ დონეზე ან საერთაშორისო დონეზე, ანუ რას გეგმავთ, როგორ გეგმავთ, მონახაზი თუ გაქვთ, რისი გამხელის და გასაჯაროების სურვილი გაქვთ ცხადია? ნუ სამწუხაროდ ეს მონახაზი გაქვს, მარტო თამაში როცა გაქვს, ვარჯიში გაქვს, ისა გაქვს ახლა. ჩვენ თავს ვერავის ვერ მივაძალებთ. ჩვენი პროფესია არ გვაძლევს მაგის საშუალებას და ამიტომ რა ვიცი, ველოდებით რაღაცებს, იყო რაღაცა შემოთავაზებები სხვა ქვეყნებიდან. ერთი-ორი ქვეყანა არის, საიდანაც იყო შემოთავაზებები, მე რაღაც არ გამოვიდა და ეხლა დაიწყო ჩემპიონატი და არიან მენეჯერები, რომლებმაც დამირეკეს და რაღაცებს პირდებიან. ანუ ახაც არის საუბრები, ხო? კი, და ნახოთ, ეხლა ისე რომ კონკრეტული რომ აქ უნდა წავიდე უკვე და რაღაც კონტრაქტზე მიდიოდეს საუბარი, ეგეთი არ არის რა. ეს როგორ განიხილავთ თქვენ? საუბარი 2-3 კლუბთან მქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთანაც და რაღაც მომავალში ნახოთ როგორ წავა და აი ამ გამოწვევისთვის რამდენად მზად ხართ და პირიქით საინტერესო შეიძლება იყოს ამ მცირე პაუზის შემდეგ საქართველოს პარაგრაფს გარეთ ჩაიბაროთ რომელიმე კლუბი?
რა ვიცი, ჩემთვისაც ახალი გამოწვევა იქნება და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ უნდა გავაგრძელო ის, რომ ის კლუბი, სადაც ვიქნები, იმ კლუბისთვის გავაკეთო ყველაფერი. რომ ეს კლუბი იყოს წარმატებული და მისი გულშემატკივარი კიდე გახარებული რა და შევეცდები, რომ ეს გამომივიდეს ჩვენი ფეხბურთით, იმ ფილოსოფიით, რომელიც ჩვენ გვიყვარს და ჩემს სამშენებლო შტაბთან ერთად შევეცდებით, რომ ის კლუბი იყოს წარმატებული, სადაც მოგვიწევს წასვლა. დანარჩენი ვნახოთ. ქუთაის რას ეთქვით? რა გამოგვივა ღმერთის. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარხართ და ალბათ მოიპოვა ადამიანების სიყვარული თან ესეთი ქუთაისში ვერ გამოაპარებ ვერავის ვერაფერს ხო რაღაც ხანაირად უყურებენ საქმიანობებს, ადამიანებს, ურთიერთობებით სხვაგვარი ესმის. აი იმ ადამიანებს ისაც დღემდე ახსოვხართ, უყვარხართ, პატივს გცემენ. რას ეთქვით ამ ადამიანებს? ვეთქვი, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. იმ სიყვარულისთვის, რომელსაც მე ვგრძნობ. ქალაქში იქნება, უბანში იქნება თუ სადაც არ უნდა გავიდე რა და ყველა თქვენთაგან სუსურებ წარმატებას და რა ვიცი, ერთად გაგვეხაროს როგორც ტორპედოსი, ისე ჩვენი ქალაქის და ჩვენი ქვეყნის წარმატება და რა ვიცი, ვიყვარდეს ერთმანეთი, დავაფასოთ ერთმანეთი, დაუფასოთ ერთმანეთს მისი ნაშრომი და რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ნებისმიერ სფეროში არა მარტო ფეხბურთში ძალიან ნიჭიერები ვართ და აქედან გამომდინარე ყველაფერი გამოგვივა, თავარი არის ერთმანეთი გვიყვარდეს და ერთმანეთის შრომა დავაფასოთ. ერთმანეთი არ შევჭამთ. სხვანაირად შური და ის რა ქვია, შუღლი და ერთმანეთის ისა რა ქვია, ლანძღვა და ზურგს უკან რაღაც საუბრები და ესეთი რაღაცეები სპობს ჯერ ადამიანობას და მე კიდე თვითონ იმას არაფერი არ გამოუვა, ვინც ეგეთია რა და იმიტომ რომ იმითაა დაკავებული. ნამდვილად. და ამიტომ ყველას უსურვებ წარმატებას, კიდე ერთხელ მადლობა მინდა ყველას გადავუხადო და რა ვიცი, შევხვდებით, სადმე შევხვდებით აუცილებლად ერთმანეთს. ბატონო კახა, დროებით დაგემშვიდობებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ, კარგ აპრილს გისურვებთ და ძალიან მალე გაგვეკოს ამბავი, რომ ღირსეულ კლუბში ხართ, იმიტომ რომ თქვენ სწორად ბრძანებთ, რომ სჭირდება დაფასება. არასწორი აუდიტორია ხშირად გამანადგურებლად მოქმედებს ხოლმე ჩვენზე, ასე რომ ჯანსაღ გარემოში ბევრი ჟანგბადი თქვენ ცხოვრობს. დროებით დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი. დიდი მადლობა მოწვევისთვის და ასევე წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. თქვენს გადაცემ. ძვირფასო ტელემაყურებლობა, ჩემი სტუმარი გახდათ კახა ჭყეტიანი. დღეისათვის გადაცემაში უოთხე ქუთაისში ამით დასრულებულია. თქვენთვის ნანა თავდორაძე მუშაობდა, ლიგა ჩოგოვაძე კადრს მიღმა. შევხვდებით ერთმანეთს ხვალ, ასე რომ ბედნიერად ნახვამდის.